ყველამ ვიცით, რომ შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენება დაუშვებელია იმ ქვეყნების სამხედრო სპეციალისტების უშუალო მონაწილეობის გარეშე, სადაც სისტემები იწარმოება. ვგულისხმობთ, რომ მათი ჩართულობის გარეშე ნატოსგან თანამგზავრულ დაზვერვას ვერ მიიღებენ. ვერც თვითმფრინავებს გაუშვებენ და ვერც სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს გამოიყენებენ. ფაქტობრივად, გერმანელი სამხედროები პირდაპირ ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში, თუ კი გერმანულ რაკეტებს გამოიყენებენ. პირველივე რაკეტა, რომელსაც ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოაგდებენ, საშუალებას მოგვცემს სწრაფად განსაზღვროთ მათი წარმომავლობა და ქვეყანა. ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ ყველა შესაძლო შედეგების შესახებ. რუსეთი საკუთარ თავს აძლევს უფლებას გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებზე, რომელთა შეიარაღებასაც რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე და სარკისებური. ჩვენ არაერთხელ გამოცხადეთ, რომ სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი დროშის ქვეშ მიუღებელია.